გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში თურქის სპეციალისტები ქართველ ინსტრუქტორებს გადაამზადებენ. აღნიშნული თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს ტიკას მხარდაჭერით ხდება. პროექტის ფარგლებში თურქულმა მხარემ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს მაშველებისთვის ეკიპირება, სპეცფორმები და ინდივიდუალური უსაფრთხოების საშუალებები გადასცა. სწავლების პროცესი დღეს დაიწყო და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ორგანიზაცია უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვეტერანების საქმე და სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით კი არაერთი პროექტი განახორციელდა საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად. ჩვენ ვმასპინძლობთ სპეციალისტებს, საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების სპეციალისტებს, რომლებიც რამოდენიმე დღიან ტრენინგს ჩაატარებენ, მოგვიმზადებენ ინსტრუქტორებს, რომლებიც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად იქნებიან უკვე არგუმენტირებულად მომზადებულები სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიური უბედურებების დროს. ამავე დროს თურქეთის მხარე იღებს თავის თავზე ვალდებულებას და თქვენ წინაშე წარმოდგენილია ის ეკიპირება, რა ეკიპირებით აღჭურვალ შემდგომში უკვე ჩვენ ინსტრუქტორებს.